მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენთან ერთად არის ბაჩო. სალამი. ბაჩო ორშაბათს უკვე აქ იქნება. მე მინდა დავიწყო განცხადებით. ერთი ამბავი ატეხეს ლიბერდებილებმა ჩემს გუშინდელ გამონათქვამოზე, რომ უკრაინის დამარცხება საქართველოს დამარცხებას ნიშნავს და მე ვიკითხე, თქვი, რომ უკრაინის დამარცხება რატო ნიშნავს საქართველოს დამარცხებას, უკრაინის დამარცხება საქართველოს გამარჯვება და ატეხილია მთელი ამბავი. მე შევწოდე ის, რომ არასწორად თქვი. ზელენსკის დამარცხება არის პირველ რიგში უკრაინის გამარჯვება და რა თქმა უნდა ჩვენ. და რატო? მოკლედ დავხსნი. თუმცა ამაზე ტრამპი ჩემზე კარგად ლაპარაკობს. ვენსი და თავდაცვის მინისტრი. ზელენსკი განასახიერებს იმ უსამშობლო კლოუნების, სასტიკი კლოუნების, ეგრეთ წოდებული პოლიტიკანების წრეს, რომლებიც მოატყუეს, ან თავი შეგნებულად მოიტყუა, დაიქირავეს წააკეზეს მურია და შეაჭამეს რუსულ დათვს და სრულიად ცინიკურად აკეთებდნენ ამას, იმიტომ რომ რუსეთს რესურსები შემცირებოდა. და როცა ასეთი ადამიანის მიერ განხორციელებული პოლიტიკა აგებს, ესე იგი იგებს პატრიოტული, სუვერენიტეტზე ორიენტირებული პოლიტიკა, როგორც მოიგო და როგორც მოიგებს ქართული ოცნების მიერ განხორციელებული პოლიტიკა. ასე რომ, რა თქმა უნდა, ზელენსკის და მისი პოლიტიკის მარცხი არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, საწყარი დაბეჭავებული, ეხლა რო ტერიტორიებს აახევენ და რო გაუправებს თეთრი სახლი, აი იმ უკრაინის გამარჯვება და რა თქმა უნდა, ჩვენი გამარჯვებაც არის. იმიტომ რომ ჯერ-ერთი ამოვისუნთქებთ, ეს ერთი და მეორე ყველა ნათლად დაინახავს და მთელი მსოფლიოსთვის მაგალითი ვიქნებით, რომ 3.5 მილიონიან ადამიანმა როგორ გაუძლო deep state-ის და ომის პარტიის ზეწოლას და როგორ წარმატებულად გაართვა თავისი ეკონომიკისთვისაც კი უდანაკარგოდ გაართვა თავს. ასე რომ ბუდიბოდიში თუ იმეს ეწყინა, ვინც სულად გამოიყენა თქვენი დედაცვატირე, იქ უნდა მეთქვა არა უკრაინა, არამედ მეთქვა ზელენსკი. უკრაინას და უკრაინელ ხალხს დიდი მოწიწება, მეც ჭირისუფალი ვარ ამ ქვეყნის და მეც გაოგნებული ვარ იმ სისასტიკეთ, რაც ზელენსკიმ და რა თქმა უნდა რუსებას ბუნებრივია, მაგრამ ზელენსკიმ დამართა, ეს სულ ტრამპის ციტატებია. მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა მეგობრებო. რა შვებით, ახლა ჩვენ ყოველ გრძელდება მე არ ვიცი ამას რა ქვია ტრამპი და ტრამპის ადმინისტრაცია რასაც უკეთებს ზელენსკის, ბაჩო შენ შეგიძლია მითხრა ეს რა არის? ყოველდღე აკეთებს. მაგაზე ჟანრი არსებობს, იცი თქვენ ძალიან კარგად რომელიც. ხო. ნუ იდეაში დამთავრდა რა. ეს კინოს თემატიკით რო ვისაუბროთ. Deep State-მა რომელიც არის პროდიუსერი ამ შემთხვევაში შეარჩია სახიობა ზელენსკი, რომელსაც უნდა ეთამაშა ეს დასაწყისში ყოველ შემთხვევაში გმირი პრეზიდენტის როლი, რომელიც ომში უკრაინას წარუძღვებოდა ამდენი წლის განმავლობაში ომის აუცილებლობის და გარდაუვალობის ილუზიას ამის სტატუსს გაართმევდა თავს. რაც მომენტს ცოტა ხმამაღლა რო ისაუბრო, რომ კავშირი კარგი იყოს, ხმამაღლა რო ისაუბრო. რაც მცირედი დიდით გაართვა თავი და ეს შოპენმა რა ოსკარიც ჩაუტანა, მომენტ უკან აღარ უნდა გამოართვა. ეგეც არის. მაგრამ გამორიცა რომ ომი რო დამთავრდება, მე დამიბრუნებ. მანამდე შენ კონდეს უკეთესი სახიობა. ხო, ნუ შომპენზე ხმები დადის, რომ ფული აიღო ამაში, არ ვიცი ეხლა ეგ ფეიკია თუ არა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი ამას ამბობდა. მეგობრებო, მოდი ეს ფოტო გავუშვათ, აბა გავუშვით თუ შეიძლება. გუშინ მთელი შენ არიყავი ბაჩო და მთელი 5 წუთი დაუთმეთ იმის განხილვას, ჩამოხსნა თუ არა მიშა ზელენსკის ფოტო. აბა გააკეთე კომენტარი. ზელენსკის ფოტო არ არის. ბაჩო შეიძახდი რომ ბაჩო გური შეიძახდა რომ გურის წინასწარმეტყველება. გური იძახდა რომ ჩამოხსნისო და აბა ხო გური და გითხარი 1-2 სიტყვა. რატო ჩამოხსნა? მეზმანა და მესიზმრა და ნუ კარგად იცნობ ამას და რა უნდა მაგის მიხედვით რა თქმა უნდა რომ მიშა არის უსის მართლა გუშინ ასევე ძალიან კარგი იდეაზე გავედით სერიალის ან კინოს სათაურზე რომ შეშლილი აგენტი მანიაკი აგენტი აი მაგალითად ახლა აგენტი არის თინა ხიდაშელიძის აგენტი არის დავით უსუფაშვილის ხო აგენტები არიან გიგა ბუკერიაც ისე და ეგეთივე აგენტია მიშა სააკაშვილი არა მიშა არის მანიაკი აგენტი
ხო და ყველაფერზე მორგება შეუძლია. მიშას არ აქვს ფორმა. მიშა არის წყალივით. რა ჭურჭელში ჩაასხავ, იმ ფორმას იღებს. წყლის ყველაზე ვულგარული გაგება და ინტერპრეტაცია. ხო, არა გინებს ტრამპს. რა თქმა უნდა. როცა ესენი გადავიდნენ უკვე ტრამპის გინებას, ქართველი ლიბერლები. არა, ეხა მიშა შემსრულებელია და რომ მოხდა თქვა დატოლება ხა ზელენსკი თუ ტრამპი, რა თქმა უნდა, ზელენსკი ბიჭო ტრამპს კიდე კაიო ტრამპმა მითხრა, მან ტკენჩს არის იყრია, რომ სერიოზული კონკურენტი მეგონებოდა. მიშას ვიდეო რო კარგად დააკომენტაროს მე ბაჩომ და გური. დონალდ ტრამპი ხუმრობდა, კარგია რომ სააკაშოს არ შეუძლია კენჭის ხრა ამერიკაში პრეზიდენტად, თორემ მე კონკურენცია შევექმნებოდა. რა თქმა უნდა ეს ხუმრობა იყო, მაგრამ ამას ამბობდა დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტი, რომელიც არ იცავს ხოლმე შეხედულებას. ამას ამბობდა ესენი და ყველა ერთი ნაწილი ცნობს სწორედ იმისათვის, რაც მართლა დონალდ ტრამპი იმის შემდაჭრას, ხოლო მეორე ნაწილი ცნობს ამის მიჩუმატებას. არც ერთი გამოგივა და არც მეორე თქვენ შეგიძლიათ ფიზიკურად გააგრძელოთ ჩემი განადგურება, მაგრამ თქვენ ვერ შეძლეთ ვერ ჩემი სულის გადაჭრას. გაჩერდ. ფიზიკურად ხო უკვე განადგურდა ეს და ფენიქსივით ასდგა. ანუ კიდე რატო უნდა გავანადგუროთ და უბრალოდ ადამიანის თავხედობა ნახე. შენ სულის გატეხვას ვერ შეძლებთ. სხვათა შორის გუბაზიზე იძახდი, გადაუჯოქ რა ნაგრობაში. თუმცა მიშას ერთი რამ შეეშალა, რომ სული არ აქვს მას და ამიტომ უსულო საგანია, ხო? არა, მიყიდული აქვს სული. არა, სული არ აქვს, მას არ ეკუთვნის. იგი არ არის საკონტროლო პაკეტის მფლობელი თავის სულში. ოღონდ სერიოზულ დემონს არ მიყიდა, როგორც ფარჩაკჭინკას. პატარა ნახევრად ფარჩაკჭინკას. ახალ დაწყებულ დემონს მიყიდა. ანუ ხო ხტები აქ რას აღობს ეს ჯიგარი, რომ ხუმრობა, მაგრამ ზედას ხელზე მედან მაინც იდეაზე ლაპარაკობს, ის დიად იდეას რომელსაც ემსახურებოდა, მე შეიძლება საქართველოს გაყიდვას. არც სულიერად არც ფიზიკურად აღარ დავრჩევ ეგზისტენციაში, მაგრამ ჩემი იდეები ცოცხლებენ და გააგრძელებენ. რომელია მაგის იდეა? ტრამპმა გადაიღო ჩემი იდეებიო და რომელი იდეა გადაიღო ტრამპმა? მაგას ხონდა ის იდეა მექსიკის ყურეს რო ამერიკის ყურე დარქმეოდა. უიმე მაგას ხონდა, მართალია. გრენლანდიის იდეაც მაგას შესთავაზა, რომ ის სამხედრო ბაზებიო და უფრო გაძლიერდებიო გეოპოლიტიკურად. კაი, გუბას სანიკიძე ვახსენეთ და გავუშვათ გუბას. ზელენსკიმ თქვა ძალიან საინტერესო რაღაცა. უთხრა ევროპელებს, ამ ფანტასტიკური გამოსვლა ქონდა. დღეს ევროპის ლიდერი პერსონალური ვლადიმერ ზელენსკი. მან უთხრა, რუსეთს ყავს 220 ბრიგადა. სამხედრო ბრიგადა სახმელეთო არმიაში. უკრაინას ყავს 110 ბრიგადა და მთელ ევროპას ყავს 82 ბრიგადა. ანუ გადასაშინჯია ეს ყველაფერი. ფული არის, ტექნოლოგიები არის, საშუალებები არის, ძლიერი. სხვათა შორის ეს შექმნის სამუშაო ადგილებს შექმნის. რა თქმა დიდი ბოდიში და რომელ ჯარზე დამთავრდა ეს ბაზარი უკვე მორჩა. ანუ არა, ეს ლაპარაკობს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რომ მოხდა ევროპის დემილიტარიზაცია და ფემინიზაცია და დემასკულინიზაცია. ეხლა, როდესაც ამერიკა ეგზიტდება ევროპის უსაფრთხოებიდან, ან პასუხისმგებლობას იხსნის ევროპის უსაფრთხოებისგან, ევროპამ ხო დაიწყო ლაპარაკობა, ჩვენ უნდა გავძლიერდეთ, შევიარაღდეთ და გადავიდეთ მე-19 საუკუნის დისკურსში. დიდი ჩევეკა იქნება დასაწყისი. დაქირავებული ბანდა, ხო? ეს არის იდეა. ანუ საკუთარი ქვეყანა არა, ეხა ისე რეალურად რო ვილაპარაკოთ, ევროპა მართლა ისე არის მილიტარიზმის თვალსაზრისით, რუსეთი კი არა, მართლა უკრაინა მოუგებს. ხო და მაგათ ხო აქვს იდეა, იცი რა იდეა აქვს, რომ მთელი ერის ეგზისტენცია დანიშნულება იყოს, რომ იმსახუროს ვიღაცების ინტერესების გამო. ანუ რუსეთს კი არ ეომოს, სადღაც პრობლემა თუ იქნება, იქ იომოს რა. კერძო არმიის იდეას ანუ ევროპული არმია ხო ვიღაცებს უნდათ და ესენი ხო არ მიდიან თეთრები და ჩვენ იქ ვიქნებითო რა აბორიგენებიო და ჩვენ ვიომებთო რა. გუბას საომარი დიდი გამოცდილება აქვს ბოლო ნაჭიდავები არის ბოლშევიკებთან და მე მგონი უნდა მოусმინო. ნატოში ერთი სამიტი უნდა დაესწროს გუბაზის და ბიშას. გუბაზის ვაჟი გაუშვათ ლევან სანიკიძე. მინდა ძვირფას ქართული ოცნების ამომრჩევლებს მოგმართოთ. აი, პრეზიდენტი ზელენსკი რასაც აკეთებს, ეს არის სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა და არა ის, რასაც ბატონი კობახიძე აკეთებს. აი, ეს არის სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვა. გავიგეთ, ანუ საქართველოს რო გაეპარტახებინა რომელიღაც ხელისუფლებას
ომში რომ ჩართულიყო, რომელიდანაც ვერ გამოვიდოდა, მოეკლა მესამედი გაქცეულიყო აქედან, დედა ჰქონოდა ნატირები, ქვეყანას ეს იქნებოდა სუვერენიტეტი. ესე როგორ უნდა მოშალო ეს ცნებითი აპარატი, როგორ უნდა მოშალო ცნებები, რომ უკრაინას რომელიც დათვლადი მონაცემებია ყველაფერი, დაკარგული ტერიტორიები, ჩამოქცეული ეკონომიკა, მიგრაცია, პოპულაცია, ანუ ყველა მიმართულებით ერთი კომპონენტი არ არის, სადაც რამე სუვერენიტეტი შეინიშნება. და რა სუვერენიტეტზეა ლაპარაკი, არჩევნები იქ არ ტარდება და ტრამპმა დიქტატორი უწოდა და რა მიმართულებით არის სუვერენული ქვეყანა, უფრო სუვერენიტეტს რანაირად იცავს? სუვერენიტეტი მართლა ჩვენთან არის დაცული მთლიანად, რომ არ დავმორჩილდით USAID-ის ამ პერვერტი ლუნატიკების რაღაცა იმას რა ქვია პროექტს, სადაც საქართველოს იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტი, სადაც საქართველოს იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ ესე იგი რაღაცა ის რა ქვია ინსტრუმენტიც არის. ნუ აი ერთი წამით რომ რუსეთს ეთკინოს, აი პატარა რა ის რა ქვია იმის თობი, ლურსმნის თობი რა. რომ გამოეხედა მე და ელეცა ჩვენს ქვეყანა აღარ ყოფილიყო რა და მე პარტიზანულად. ხო, მე პარტიზანულად, აბა და ეს რო არ გავაკეთეთ და რეგიონში სადაც გარშემო მართლა ჩვენ სამეზობლოში ყველა მიმართულებით ომი იყო. იქით ახლო აღმოსავლეთში საოცრებები ხდებოდა. აი ამ ესე იგი ცხელ წერტილებში რომ ერთადერთი ვთქვათ მშვიდობის გარანტორი ვიყავით. ეს ყოფილა თურმე ქვეყნის ღალატი და კიდე ის ყოველთვის უნდა ვიმეოროთ ალბათ თუ გახსოვთ მართლა ქრონოლოგიურად რომ მიუყვეთ რაზე დაგვიძახეს რუსეთ უმეები და რუსეთის მონები გავიხსენოთ რა ის ხო პირველი რომ უკრაინას ესე იგი არ დავეხმარეთ სამხედრო მიმართულებით თორე ჰუმანიტარული დახმარებები გაუგზავნეთ ყველანაირად არ ჩავერთეთ ომში და მერე USAID რომელიც თურმე არის ყველაზე კორუმპირებული და შეშლილი არის ფავდედის კალიბრის პერვერტებით პოლიტიკური ფავდედები პოლიტიკური ფავდედები მანიაკების მეშვეობით ესე იგი რო დაარქვეს რუსული კანონი გამჭვირვალეობის კანონს იმის მერე აი ამ ორი საკითხის გარშემო აგორდა ტალღა და ვართ რუსეთუმეები და ვიღაცა დებილი დეგენერატი ტვინგამოლაყებული რო ეს არის სუვერენიტეტი თურმე ანუ უკრაინას ამერიკამ რო არ მისცეს ერთი კვირა ჭურვები დამთავრებული ამბავი აქვს და ეს არის თურმე სუვერენიტეტი ბაჩო გაუშვა ისა სანამ გაუშვები ხა ეს მამაზე იდიოტის იმას მამაშვილი და კომენტარი მაგრამ ეგ იდეა ხო განსაკუთრებული იდეა არ ჭირდება ზოგადად ქართველი ლიბერალი და ნაცი ხო ამას იმეორებს, მაგრამ მან ხო ბიჭო თავარი საკითხისაა რომ ჩვენ აღარ ვართ ამ შემთხვევაში მოპასუხებ ხარი არის ამერიკის ადმინისტრაცია რომელიც ბიჭო თეთრზე შავით ეუბნება რომ ჩვენ ვაფინანსებ ჩვენს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრია კი 5 მილიარდი გადაგატრია მან ხო იმაზე აღარ არის საუბარი რომ აი ჩვენ რა გვეგონა ჩვენ რა შიდა კურსების ინფორმაცია გვაქვს რაღაცა ჯეროდა თუ არ გუჯეროდა რაღაცეების საქმე არის ეგრე რომ ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია გეუბნება რომ კი გადაგატრიალეთ 5 მილიარდი გადავიხადეთ გადატრიალებაში კი ბატონო ჩვენ ამას გეჩალჩევთ და ამაში დაიხარჯა აი ეს კონკრეტული თანხები და ამ კონკრეტულ USAID-მა კონკრეტულად კი აქ ჩვენ ბიჭო ვიღაცა იდიოტებს უსმენთ რომელსაც პლატფორმებს მასზე იდიოტები ყოფენ რა გველაპარაკებიან ეს უკრაინა არის სუვერენული ქვეყანა დღეს რა ვიცი ტრამპმა სწორად რო შეჩნდა რომ გაზას სექტორზე უარეს მდგომარეობაში არის უკრაინა და ის ზელენსკი ყოფილა თანამედროვეობის ის პირი რომელსაც სუვერენიტეტი შეუნარჩუნა უკრაინას რომელიც ამ საუკუნეში შეძლებს თუ არა რომ დაუბრუნდეს თავს პოლიტიკას ეგ კიდე მე გეტყვი თავარი რასკლადი რაშია ტრამპ შეპირდა ზელენსკი 500 მილიარდიან ზელკაზე მან მაგარი ასწენა ზელენსკი იძახის რომ 200 მილიარდი გადაიხადაო ამერიკამ 350 ამბობს ტრამპი 150 მილიარდის ასწენა ხო უკვე მაგარია 500 მილიარდს ითხოვს როგორც კომპენსაციას არა როგორც სამომავლოდ რაღაცებს მოგცემთ ამ ფულში რაც მოგეცით ის 500 მილიარდის მომეცი უკანო და იყოს ზელკარო დაუთმობდნენ ისვიათი ლითონების საბადოებს და პლუს პორტებზეც და რაღაცებზეც იყო საუბარი და გერმანიაში ჩავიდა მიუნხენში ფინანსთა მინისტრი ტრამპის
და როგორც ტრამპი ამბობს, დაიძინა და არ შეხვდაო. ანუ ვაფშე გადაიკიდა რა, მიხვდი? ეხ დაიძინა, არ დაიძინა, ვიცი რომ როდესღაც შეხვდა, რომელ შეხვედრაზე არ მივიდა, კიდე არის, მაგრამ ტრამპი ამბობს ამას. და არ მოვიდაო შეხვედრაზე და დაახია ქაღალდი და მე ტრამპზე ამბობს რომ სიცრუეში ცხოვრობს და თუ რაღაცებს ამბობს და უნდა გენახა მთელი ეს თეთრი სახლის სასტავი, მათ შორის კონგრესმენები და თავდაცვის მინისტრი, ვიცე-პრეზიდენტი, როგორ ქუჩურად ავთხილებდნენ იმას, რა ქვია, ზელენსკის. ესე ნუ ელაპარაკები ტრამპსთან, ესეთ ლაპარაკი არ შეიძლება. მოკლედ ზელენსკის ჩემი პირადი ვარაუდით და თქვათ რაღაცა აი ამ შეფასებითი ანალიზით არ ვიცი, ეგრე მგონია რომ რამოდენიმე თვეში შეიძლება დაიჭირონ. ხო, დაიჭირონ პირდაპირ ხო, წაუყენეს ბრალდებები რომ ამერიკელი ჟურნალისტი მოკლესო. ხო, არ ვიცი რა იყო. მასკმა დაწერა. კორუფცია, ბარიგობა, რომელიც დადასტურებულია და ამის საბუთებს რა თქმა უნდა რომ ვიხილავთ. ფულის მოპარვა და ამ ყველაფერთან ერთად იმას ეუბნებიან რომ შენ არ ხარ ხალხის რეპრეზენტატორი, შენ არ ხარ ლეგიტიმური პრეზიდენტი, არჩევნები რომ დაინიშნოს, შენ აღარ თავის ხალხსაც ხო, სავარაუდოდ თავის ძალასაც დასვავენ. ანუ რეჟიმ ჩეინჯი, რომელიც უნდა და რუსეთს აკეთებს ამერიკა. რეჟიმ ჩეინჯი, რომელიც უნდა და რუსეთში ამერიკას ხო უნდა და რუსეთში რეჟიმ ჩეინჯი. ამერიკას იმ ამერიკის ადმინისტრაციას რუსეთში, მაგრამ რუსეთს უკრაინაში უნდა და. რუსეთს აქ ხელები ესე აწეუდა და რეჟიმ ჩეინჯი ნამდვილად დგება. არა, უყურე, თან როგორი პოლიტიკა ეს გაბლატავდა. ვინ გააბლატავა ეგ არ ვიცი. შეიძლება იმის შიში აქვს, რომ ვინც ადრე ფარულობდა ისინი დაბრიდავენ. არ ვიცი. ძალიან რთულ თამაში არის ეს ადამიანი და რაც მაგან ცოდვა დაიდოს თავის ქვეყნის, არ ვიცი, როგორ უნდა ზიდოს ეს ამბავი. გაუბედურა რა. გიორგი ბუტიკაშვილი ახალი წევრია და ძალიან სერიოზული ადამიანია და ეს თარგმნილია უკვე და გაგზავნილია ვინა? გიორგი ბუტიკაშვილის ახალი აღმოჩენით ამოქეკეთდა. თარგმნეს და გაუშვეს ევროპაში. ანტიტრამპისტული მოძრაობის ერთ-ერთი იდეოლოგია არის ევროპის, როგორც მარტო საქართველოს კი არ გაუშვეს. ტრამპი არის პოპულისტი, თავისი გადმოსახედიდან ქმნის ამბავს, რომელიც არ ექვემდებარება მე რეალურ განხორციელებას. ანუ ყველა მისი განცხადება რეალურად რომ გავზომოთ, რამდენად განხორციელებადი არის, თითქმის არც ერთი გადაწყვეტილება არ არის რეალურად განხორციელებადი, იმიტომ რომ ის საუბრობს მისი პირადი გადმოსახედიდან და არა ქვეყნის სტრატეგიული ან ასევე მის გარშემო არსებული ადამიანების სტრატეგიული გადმოსახედიდან. აი, ძალიან მნიშვნელოვანი. ვინა ეს კინდერ სურპრიზი ახლა არა, ეს არის უმნიშვნელოვანესი მიგნება. ანუ ტრამპს ახლა მთელი ევროპა ეუბნება რომ გვეშინია შენიო, თუდად იქცევიო და ამან როგორი ნარატივი შეიყვანა, იცი? არა, გიჟიაო ეგო და ვერაფერს ვერ გააკეთებსო და ანუ ეს რა ხდება ხალხო რა. ანუ უყურე როგორ არის ჩვენ დღესაც მე ბაჩო შენ მართლა იმის ნახევარს არ ვამბობ, რასაც შეუძლია ტრამპმა ახლა თქვას უკრაინაზე და ზელენსკიზე. რაღაცებს ვითვალისწინოთ კიდე რა. და ნელ-ნელა შეიძლება თქვას არა, რასაც ამბობს კაცო. მეტი რა უნდა იმას ანუ არანაირი ამ კრიტიკის ხაზი რომელიც ტარდება ადმინისტრაციის მხრიდან უკრაინის მისავართით მე არ მგონია რომ აი შემაკავებას ამბობენ. ხო პირდაპირ ამბობ ყველა დიქტატორზე მეტი რა უნდა დაუძახოს ახლა ზელენსკის ტრამპ. ანუ პოლიტიკოსის არ მიმართვა რომ ძაფრი რა უნდა იყოს. ხო დიქტატორი. მოდი ხა ხიდაშელი ძალიან საინტერესო რაღაც ამბობს ოპოზიციაზე ამბობს. ქართული ოპოზიცია. მე გულწრფელად გეტყვით შეიძლება ამას არ დავამბობდე ხა მაგრამ იყო ძალიან დამღალა ამ ყველაფერმა და იცით რამ დამღალა რომ დილიდან საღამომდე ელაპარაკებიან საკუთარი დასაქმების პოლიტიკაზე. ანუ თვითონ როგორ დასაქმდნენ. აი ჩვენ ახლა ერთად ვიქნებით თუ ვერ ვიქნებით, ჩვენ რომელ მაგიდასთან რა კონფიგურაციით დავსხდებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესისთვის. ანუ ტაივანის აგენტი შეშფოთებულია. ნელ-ნელა ხდება რომ ან შეიძლება ახლა ეგრე უთხრეს რომ ეგრე თქვიო, მაგრამ ტაივანში პრობლემებია. ეს რომ გამოვიდა გარეთ. ანუ მოწმე რო იძახის ამისი.
ტიპები არიან მოუკლავი დათვის გაწყავებაში ჯერ ერთი. ეს დათვი არასდროს არ მოკვდება. ეს ქართველი ხალხი ვარ, ჩვენ, რომელთა მოკლასაც აპირებდნენ ისინი. და იყოფენ სკამებს, ბიჭო. სკამებს იყოფენ, ვაშაძე ვინ იქნება, ნიკუტა ვინ იქნება, ეს კუტაბიჭი ვინ იქნება, საჯდომით მოუბარი ვინ იქნება, ამებს იყოფენ რა. ტები სად არიან ტიპები? და ეს ნუ просто სავადალოა, რომ საქართველოს ეს ოპოზიცია. ეს რაც არის თქმის ახლა ეთერი და. ო რა. გეგელია გავშვა. ეს თვითმფრინავი ხელისუფლება სრულად არის აცდენილი ქართული ხალხის მიერ მხარდაჭერილ ეროვნულ მიზნებს და ამოცანებს, როდესაც ქმედულ უნდა რომ პარალიზებული პარლამენტი არ და ვერ ახდენს კონსტიტუციით განცხადებული მიზნების განხორციელებას, რასაკვირველია ერთადერთი გამოსავალი შექმნის სიტუაციიდან არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა და რუსეთის მსახური ხელისუფლების განდევნა. პატარა ძაღლი რო იღებება. მე ამა ხო იცი რა თქვა? რა ამერიკულიო ფარაო შეიძლება ამერიკაში ამერიკული, მაგრამ ჩვენთან მაინც რუსული იქნება. ტოპტვინი. ქარდებს აღარდებს ამერიკის საერთო და ვერ და მეგობრებო, ეს ვიდეო რატო გავუშვი? თვითმფრინავი მაგარი ვიდეო მაქვს ამაზე და იმ როლში, გამოქანებულის როლში, სიმაღლიდან უფრო სასიამოვნოდ გამოიყურებოდა. ეს იყო ადრე, როცა ახალი პოლიტიკოსი იყო ბატონი გრიგოლი. გავუშვით? როგორც რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი დღეს იაღვიჯის მთიდან პარაპლანით დაეშვა. მისი განცხადებით მნიშვნელოვანია რეგიონში ახალგაზრდების და სპორტული აქტივობების მხარდაჭერა. გარემო სპორტული ცხოვრება ახალგაზრდული ინიციატივა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რომ სწორმა პოლიტიკამ და პოლიტიკამ მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, თავისი სწორი ეფექტი უნდა შეასრულოს ამ მიმართულებით. ასე მე ანუ გამოქანებული არის. ბიჭო ძალიან საყვარელია. ჩვენ არ ნახეთ რომ გამოექანა სად დაეშვა. აი ეგ კადრები არ არის ამ მამუკა ხაზარაძეზე დაეშვაო, ეგეთი ინფორმაცია იყო. უკვე იყო მამუკა რანჩოზეო. ცხენებ. რანჩო ხო იყო, იფრიდა და რანჩოში დაეშვა. მამუკა ხაზარაძე. თავლაში პირდაპირ. თავლაში დაუმიზდა თავლაში. თავლაში რაზე დაეშვა? აღარ. ეგ არ ვიცი. ეგ უკვე ბაჩო რო კინოს გადაიღებს და +22 რო ეკრება. შეკინოს ხო გადაიღებ და ეკრება +18 კი არა, +22 და ვაფშე კარგი. მოდი ბერდია სიჭინავა, ვინ არის? არ გვინდა. საბაბუაძე. იდიოტების ოლსტარი. საბაბუაძე. კლემატ არ აინტერესებს პოლიცია ამოგანგლული არის ივანიშვილის მიერ დაყრილ აი ამ ანტისანიტარიაში და სიბინძურეში და ემსახურება ერთადერთ რაღაცას არალეგიტიმური ძალის მხრიდან ძალაუფლების შენარჩუნებას და ამით ახლა თუ გონიათ რომ რაღაც ვიღაცას გააჩერებენ ძალიან ცდებიან კიდევ ერთი დამატებითი არგუმენტი არის იმის რატო უნდა მოხდეს აი ამ სრულიად სამარცხვინო მოცემულობის რეფორმირება და ცვლილება. ბიჭო, რაზე ვლაპარაკობთ, კაცო, ეს არის ოპოზიციის სახე, ესეთი შეშინებული, ესეთი ჩაკაკებული უბანში, სადაც გახსნილი აქვს ოფისი, ეს სულ უნდა ვიმეოროთ, ხო, ვიღაცამ სიგარეტი თხოვა თუ საათი კითხა და პეპერ სპრეი შეასხა, ისეთი. გამარჯობა უთხრა. საათი კითხა და პეპერ სპრეი შეასხა, ისეთი ავადმყოფია. და მე ქალები მიუშვა. ხო, და ქალები მიუშვა და ეს ლაპარაკობს უი დაუსჯელობის სინდრომია. დებილი არ არის, არ ეთქობა რომ ვერ არის კარგად. გეგელიაძე რა სიტყვი? რომელი უფრო ნაკლულია, გეგელია თუ საბაბუაძე? უგაზას პაღანა. არა, რა სამბობს? არა, გეგელია. არა. გეგელია ნომრიანია თან. გეგელია თან ბრინკა. გეგელია უკდავი ჯავახიშვილი. ჯაკოს ხინების გმირი ბრინკა. ანუ თეიმურაზი პროსტა დიდგვაროვანი იყო ეს რა თქმა უნდა გამოარჩევს მაგრამ ნუ აი ბრინკა რა გეგელია არის ისეთი და საბრალოა რა ლემიზე ღაბლარი და საბაბუაძე რა არის საბრალო უაცეთ საბრალო მაგრამ აი თან საბაბუაძე ისეთია ხიშნიკია ბიჭო პეპერ სპრეი და იარაღები საბაბუაძე ვესტერნია გაუშვათ ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი კუდაბერი დედაბერი და კუდი გავაერთიანე და მაგარი სიტყვა მოვიქცე ახლა კუდაბერი სალომე ზურაბიშვილი ეს ქართული ოცნება ვერც პარლამენტში, ვერც მთავრობაში, ვერც საგარეო პოლიტიკაში, ვერც ერთ ზომას ვერ იღებს. პოლიტიკა არ გააჩნია. არის სიცარიელი.
და ვართ ქვეყანაში, სადაც მთავრობა ვერ მართავს და სადაც საზოგადოება დგას ქუჩაში, იმ ქუჩიდან ვერ იშორებს ამ მთავრობას და ვართ რაღაცნაირად ერთი მეორეს უყურებს და ეს არის ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ამ დროს, როცა შენ ვერ მართავ ქვეყანას, შენი ხელისუფლება იშლება. საერთოდ ეს არის ამ დაშლის ელემენტი. ეს კვერცხამდე თუ კვერცხის მერე. ეს ხლიks რო ელაპარაკება უდაბერი და კვერცხის მერეა. ბაჩო, ნატაფერაძე მგიპოვა? ნატაფერაძე გეზერ ბაჩო თილად იყავ. მეც ვეძებ. ხო და შენ უნდა დაწერო, შენც ეგ უნდა დაწერო, რომ ნატაფერაძე თუ იცი ზადარი ჩამიგდეთ თქო და თავ ბრანდენბურგის კენდრისა ბაროტა კარიბჭესთან დათქვით წრები. ხვალ 3 საათს. ხვალ დატა თუ შეიძლება ხვალ 15 საათზე და 00 წუთზე ბერლინის დროით ბაჩო გელოდება ბრანდენბურგის კარიბჭესთან. ეხა მივა ხო ვიცი? არა სერიოზულად იქ მოვა შენს კვერცხებით მიდი ბაჩოს კვერცხებით მოდის ბაჩოს ხელში ეჭირება გაზეთი Deutsche Zeitung Süddeutsche Zeitung არა დუელი უნდა მოეწყოს რა კვერცხების თავის სეკუნდანტებით მეები სერიოზულად არა ხალზე ვერ აღმართავს ხელს გოფ როგორ ვერ აღმართავს აღმართავს ხელს კი არა რა სამოფ ბიჭო კაი ეხა ნატაფერაძეზე ალალია ჯერ ეს მაგარი ეჯოსტიცა უნდა გაუშვა რომელიც უსერიოზულეს ლოგიკას არ ვითარებს მეგობრებო ამერიკის საელჩოს კრიტიკა და ძალიან საინტერესო ფაქტორია ეს ხათა შორის საიდან მქონდა ინფორმაცია ოცნებას ამასთან დაკავშირებით რაც მოხდებოდა US-თან და ის გადაწყვეტილებები რომელსაც ტრამპი მიიღებდა ხო ამას მე მგონი ძალიან ბევრი ფიქრი არ სჭირდება ჩვენ არა გვაქვს ის რესურსი რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა ეს ინფორმაცია მოიპოვონ მაგრამ ყავს მეზობელი რომლის სპეცსამსახურებსაც შესაძლოა ქონდეთ ეს ინფორმაცია ხო მაგრამ ფიქრობთ რომ შეიძლება მაგათად უნგრეთმაც შეასრულა უნგრეთსაც შეიძლება ქონოდა როლი ამ პროცესში. ამასთან ერთად მაგალითად რა ეჭვით თქვენ ინფორმაციაზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში. კი, მაგრამ ინფორმაციაზე ვსაუბრობ და უნგრეთი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ არ მგონია რომ უნგრეთს ქონოდა ეს. არა აქვს ის შესაძლებლობები უნგრეთს, რომელიც ასე ვთქვათ უსაფრთხოების და ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, ხო? შესაბამისად, ჩნდება ძალიან სერიოზული ეჭვი, რომ ეს ჩრდილოელი მეზობელი აწუდის სწორედაც მათ ინფორმაციას, ესენი აჟღერებენ იმისთვის, რომ სალაპარაკო კონდეთ, შემდეგ უკვე თავიანთ ამ მრჩეველთან და დაუდასტურონ. აი ნახეთ, ხო ვიძახდით ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ეს ხო გესმით ტრამპი ოცნებას არ უსმენს, არ აინტერესებს აბსოლუტურად. არ არის თემა ტრამპისთვის ოცნება. შესაბამისად ის იღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელსაც ჯერა რომ იღებს და ეს ინფორმაცია გაჟონილია და ოცნება უბრალოდ რაღაცა გვერდითი მოვლით, ასე ვთქვათ, იღებს იმისათვის, რომ ეკა დავაზუსტებ. მოკეთ რუსეთის სპეცსამსახურები იღებდნენ ინფორმაციას, რა ტიპის გზავნილები ექნებოდა ტრამპს, რა ტიპის ხო, ნუ გასაგებია. აი ესეთი ბიჭო მოჩვენებები არის ფსიქიატრიის საქმე და არა პოლიტიკის და ეს ეხა არ არის ეთიკური ეთერში რომ ანუ სიგიჟე მართლა ამას რო რამე ჩააბარო ხვდები სად გაუტევ ამას ძალიან დიდი ფული ექნებოდა ჩაბარებული USAID-მდე ძალიან დიდი მაყუთისფრობელი იქნებოდა რო არ დაგვესვიძება ჩვენ ისეთი გრანტები აქვს გახარჯული. მაგარი, ესეთი დებილური კონსპირაციის და ესეთი სასაცილო, აი საწყალი კონსპირაციის თეორია იშვიათია. მაგრამ მე ის მომეწონა უნგრეთს რო გადაუწყვიტა, რომ თავდაცვის უნარი არა აქვს. სხვათა შორის, ეხა მაგის ამას ჯერა განსხვავებით გვარამია სააკაშვილი ამბობდნენ, რომ კაპიტოლიუმზე თავდასხმა იყო ბიზნეს დაფინანსებული, რომელიც საფრანგეთის გავლით კრიპტოვალუტით დაფინანსდა. ამ შემთხვევაში ისინი ლაპარაკობდნენ რაღაცა თითქოს წარმავალ დისკურსზე ტრამპზე, რომ ტრამპი არის რუსეთის კაცი და ასე შემდეგ და ამით ლინკავდნენ ქართულ ოცნებასთან. რა თქმა უნდა, რომ არ ჯეროდათ ისინი არიან გიენები და გაიძვერები გვარამია და სააკაშვილი. ამას ჯერა ამ სისულელის, ამ ბოდვის მართლა. ხო, ნუ რა ვიცი. ეს საჯარო სივრცე როგორი მოწამლულია ხდები, როგორი დაალაგება ჭირდება. ბერლინში ყოფნის ბოლო სიტყვა და გვერდ თორშაბათს აქ ჩვენთან. შეაფასე შენი ვიზიტი. საქართველოსთან ვიზამბამ ყველაფერს. მაინც აქ არაერთხელ იმას მიხნეს დამოყვალიანოს, რომ მოდიო მაკედანო არ ქნაო.
გერმანიაზე მაინც არ გინდაო და ამიტომ თბილისიდან ვიზამთაგე. რატო? ნუ არ გამოჩნდება ლამაზადო. არა, შენ რა გააკეთე ის გითხარი კინოსთვის, თორე მეც კი არაფერი. ნუ კინოსთან დაკავშირებით ჩვენ რა შეხვედრებიც ქონდა. ყველა შეხვედრა ჩავატარეთ ისე 5-იანზე. ესენი დაარბოდნენ და ჩალიჩობდნენ, რომ ამათთან არ მიხვიდეთო, ესენი დიქტატურის წარმომადგენლები არიანო. და ფლაიერებს არიგებდნენ, დაარბოდნენ წინ და მაგრამ ერთ შეხვედრაზეც ვერ მოხდეს. ანუ ერთ შეხვედრაც არ გაუქმებულა. ჩვენ იმაში რაც თავიდან მქონდა განრიგი და არავინ არ მოსულეს რომ ფართოდ სულ რაღაც სახურები. დაჟე ამათმა მიწერეს ბერლინის ფესტივალის ორგანიზატორებს ეგ მოგიყევი? არა. რომ ჩო ბექა დავითვლიან და ბაჩოთი არიან ჩამოსულებიო, ეგენიო. არიანო საყდობრივი რიტორიკის გამჭირებლები, პროპაგანდისტები, კოჭები მოიპარეს, სოფელი. კოჭები მოიპარეს. ანუ იმენა რა, სახელობითა ჩვენზე იყო რა ბაზარი და არაშევ არ მიცეთ ადამიანური უფლებები და ევროპული ღირებულებების ათვალისწინებით, რომელიც ასე ფასობს გერმანიაში, ჩვენ არ უნდა მიცეთო ამ ფესტივალზე პლატფორმაა ამ ორ ადამიანსო. და ფესტივალის პასუხი რა იყო? თქვენი პლატფორმა და გაკეთდა, შეხვედრებმა კარგად რა უნდა ეპასუხათ, კაი რა. იყავით არხეინად, ხო? ისეთი ლიბერალური ფესტივალიც კი როგორც არის ცნობილი ბერლინარე, იქაც კი ბოლოები არიან, ვითომ ლიბერალები და წარმოგიდგენია ბიჭო, ქართველი ლიბერალი კიდე სხვა მოვლენაა, ისტერიულია უფრო. რუსი ლიბერალი არის გაცილებით ჭკვიანი და ვის დავისადარებ? ხო, ნუ მართალია. დიდი მადლობა მეგობრებო, ჩვენ ერთმანეთს ორ შაბათს შევხვდებით. ნახვამდის. ნახვამდის, მადლობა.